სპორტ საზოგადოება მართვეს სპორტულ დარბაზში აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ორდღიანი ტურნირი გაიმართა ძიუდოში. როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებენ, ტურნირის მიზანია ძიუდოს პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება. ტურნირს აფხაზეთის ომის ვეტერანები, საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს ტურნირი ტრადიციულად უკვე მეხუთე წელიწადია, რაც სტარდება და მასშტაბი თანდათან უფრო მატულობს. წელს საქართველოს ყველა რეგიონებიდან 400-მდე ახალგაზრდა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ტურნირი ეძღვნება აი მოაშკაცებს იმ გმირებს, ვინც ჩვენი ქვეყნის მთლიანობისათვის თავი შესწირა. იმედია, რომ მომავალში ჩვენ ესეთ ლამაზ და კარგ ტურნირებს ჩავატარებთ აფხაზეთში. მინდა მადლობა გადაუხადო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას, თვითონ სპორტის ფედერაციას, ყველა მონაწილეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალგაზრდობა ვის დღეს გამოდის, არ ივიწყებს ომში დაღუპულ ბიჭებს, მათ ოჯახებს და ყველა თითოეული მათი გამარჯვება არის ჩვენი ვეტერანების გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. მე მინდა წარმატება უსურვო ყველას. ღია პირველობა ძიუდოში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. იყვნენ ახალგაზრდა ძიუდოისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. Соревнования очень хорошо проводился. Турნირი კარგად იყო ორგანიზებული და ჩემთვის დიდი პატივი იყო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ღმერთ მაქნას მსოფლიოში არ იყოს ომი. 400 მონაწილე მიიღო ორ დღეში მონაწილეობა სპორტსმენებმა. გამოდიან კარგი ბავშვები, მომავალ თაობა იზრდება და ვარჯიშობენ და ჯანსაღ ცხოვრებას ეწევიან. მომავალ თაობასაც ვდით, რომ აფხაზეთი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები მედლებით, თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ახალგაზრდა სპორტსმენები მიღწეული შედეგებით კმაყოფილები არიან და თითოეული მათგანი ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობს. დავიკავე პირველი ადგილი 38 კილოგრამ კატეგორიაში და ვარ ძალიან გახარებული. მომავალში მინდა გამოვიდე ოლიმპიური ჩემპიონი და ვასახელო ჩემი საქართველო. დავიკავე ამ რესპუბლიკურ ტურნირზე პირველი ადგილი, ამჟამად ძალიან გახარებული ვარ, რადგან მოუგეთ ერთ კონკურენტს. ყველა მოჭიდავი ოცნება არის, რომ ოლიმპიურ წვერვალს მიაღწიოს. მე ძალიან მიხარია, რომ ამ ტურნირში მივიღე მონაწილეობა. ჯერჯერობით როგორც ვარჯიშობ, თუ მასე გავაგრძელე და თან მოუმატე, ჩემი შესაძლებლობებით ვაპირებ, რომ გავხდე წარჩინებული მოჭიდავე. დღეს ვიჭიდავე და ავიღე მე-3 ადგილი. ასეთ შეჯიბრებზე სხვა დროსაც ვარ გამოსული. მე მინდა გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი და ამისთვის ბევრსაც ვარჯიშობ. ყველაზე კარგი შეძლებაა, როდესაც შენ შეჯებს იგებ და ჩემპიონი ხდები.